ბრძოლის საერთაშორისო დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კითხვა, რა არის რეალური ბრძოლა კორუფციასთან და რას აკეთებს ქართული ოცნება და ძალიან ცხადად გამოჩნდა ბოლო თვეებში ის, რომ იწყება დაკავებების, გამოძიების სერია კონკრეტული პირების მიმართ, თუმცა ქართულ ოცნებას საქმე ბოლომდე არ მიჰყავს. ამის მაგალითი იყო ის, რომ მაგალითად დააკავეს კომპანიების ხელმძღვანელები კონკრეტულ სამინისტროებში მაღალი თანამდებობის პირები და თავად აღიარეს ფაქტობრივად რომ ლამის ყველა უწყებაში იპარავდნენ ფულს ჩინოვნიკები, თუმცა პროცესი ამ ეტაპზე არის გაჩერებული, ამიტომაც ჩნდება მთავარი კითხვა, ჰქონდა თუ არა ქართულ ოცნებას თავიდანვე პოლიტიკური მოტივები, როდესაც კორუფციასთან ბრძოლას იწყებდა და ამით იწონებდა თავს. საერთაშორისო გამჭვირვალობამ დღეს გამოაქვეყნა შეჯამება, სადაც პირდაპირ წერენ, რომ საქართველოს იქცა კლეპტოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ბიზინა ივანიშვილი აძლევს გამდიდრების საშუალებას ბიუჯეტის ხარჯზე, შემდეგ კი ეს თანხები ხმარდება ხელისუფლებაში დარჩენას და ძალაუფლების შენარჩუნებას. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ არსებობს დამოუკიდებელი უწყებები, გაუქმდება ანტიკორუფციული ბიურო, რომლის დამოუკიდებელ უწყებად ყოფნა იყო საერთაშორისო დასავლური სამყაროს მოთხოვნა, როდესაც ქვეყანა არ ასრულებს ევროკომისიის მოთხოვნებს, ბუნებრივია სულ უფრო ბუნდოვანია მაშინ როგორ ებრძვის ქართული ოცნება კორუფციას. საერთაშორისო გამჭვირვალობაში პირდაპირ ამბობენ, რომ რასაც დღეს აკეთებს ივანიშვილის გუნდი, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით წამოწყებული პროცესი და არა ბრძოლა კორუფციასთან. ქართველო გახდა კლასიკური კლეპტოკრატია, როდესაც არის ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელიც მდიდრდება ხალხის ხარჯზე, რომელიც იპარავს ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შემდეგ ამ რესურსებს იყენებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ჩვენ ყავს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიზანიც არის ძალაუფლების შენარჩუნება, ხომ? იგი სპეციალურად ამდიდრებს კონკრეტულ ადამიანებს, აძლევს მათ საშუალებას რომ იშოვონ ფული ხალხის ხარჯზე, ეს ყველაფერი ხალხის ხარჯზე ხდება და ამის შემდეგ იყენებს მათ, რომ მათ მიიღონ კონკრეტული კანონები, დაიწყონ კონკრეტული გამოძიებები და გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ის ადამიანები და ის ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება მათ წინააღმდეგობა გაუწიონ, ისინი უბრალოდ არ არსებობდნენ. ციან რომ თუ კი ისინი მას მოემსახურებიან, ისინი იშოვიან ძალიან დიდ ფულს და ისინი იქნებიან კანონზე მაღლა. შესაბამისად, ძალიან აშკარა მაგალითი არის ის, რომ ჩვენ ვიცით ასობით შემთხვევა, როდესაც კორუფციაში არიან ჩართულები კონკრეტული პირები, მაგრამ მათ მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება. მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას მოინდომებს ივანიშვილი და ამის ძალიან ესეთი აშკარა მაგალითია იგივე ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მისი კლანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება. ქართულ ოცნებასთან დღეს ძალიან მარტივი კითხვები გვქონდა. რა არის მათი კორუფციასთან ბრძოლა? სად წავიდა ჩინოვნიკების საქმეები, რომელიც სულ რამდენიმე თვეა რაც გახდა აქტუალური, მანამდე არავინ საუბრობდა ღიად მაგალითად ღარიბაშვილზე, ლილუაშვილზე და სწორედ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ჩხრეკების სერია ყოფილი ჩინოვნიკების სახლებში, ამოღებული ძვირფასეულობა ასობით 1000 დოლარი და ამ ფონზე ქართულ ოცნებას ვკითხეთ, სად წავიდა ეს საქმეები, რატომ შემოიდო თაროზე. დღეს ივანიშვილის გუნდი იმის მტკიცებაშია, რომ კორუფციას იბრძვიან, რომ რეიტინგებში უმაღლეს დონეზეა საქართველო და მხოლოდ წინსვლას ხედავთ, თუმცა ეს არის დოკუმენტები, რომელსაც ქართული ოცნება სათავისოდ კითხულობს და როდესაც ვკითხეთ ჩვენ ყოფილი ჩინოვნიკების საქმეების შესახებ, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიდის. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თქვენი რაში გამოიხატება? ანტიკორუფციული სტრატეგია არ არსებობს, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ რაც დაიწყეთ, ის პროცესი შეჩერებულია და უფრო შურისძიებას გავდა. დასავლეთის მაღალი რეპუტაციის სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევას ენდობით. რომელი ორგანიზაცია?
გაიცანით ნებისმიერი ამ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებს არ არსებობს ქვეყანა და არ არსებობს ხელისუფლება, სადაც კორუფცია არ არის. არ წაგიკითხავთ, არაფერი არ გინახავთ ბოლო კვლევები? და ბოლო რომელი კვლევაა? აი რომლის მიხედვითაც მსოფლიოში მესამე ადგილზე მითხარით რომელი სტატისტიკით ვართ მსოფლიოში მესამე? მართლა არიცით? თქვენ იცით? მართლა არიცით? თქვენ იყო გრიგოლი ილუაშვილთან საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ღარიბაშვილთან ვერაფერი იპოვა მაშინ საგამოძიებო უწყებამ, როცა შესაძლო კორუფციულ სქემაზე იყო ჩვენები ნათქვამი, იცით რომ ჩატარდა სასამართლო პროცესები, იცით რომ მათ შორის აღმოჩენილი ნაღდი ფული პირდაპირ ასე ვთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარეობს გამოძიება და გრძელდება ისევე როგორც გრძელდება სხვადასხვა საქმეებზე ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, ხილება, გამოვლენა, რაც გონი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქართული ოცნება გვიმტკიცებს, რომ კორუფციას აქტიურად ებრძვიან, თუმცა სულ სხვა რეალობას ხედავენ კორუფციის მკვლევარები, კვლავ მაღალ თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს, რომელთა დაკავშირებითაც არსებობს არაერთი ეჭვი, რომ სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება თანხების მითვისება და ამიტომაც თუ მართლაც სურს ქართულ ოცნებას კორუფციასთან ბრძოლა, მკვლევარები ურჩევენ, რომ ჯერ ისევ ქართულ ოცნებაში შემორჩენილი ჩინოვნიკებით დაიწყონ ეს საქმე.